მოგესალმებით ყველას, ძვირფასებო. მე ხა ვიდეოებს ჩავრთავ და განახებთ, მოგასმენინებთ და დასკვნებს გავაკეთებთ. მე იქიდან გამომდინარე, თუ რამხელა უვიცობაში და რამხელა სიბნელეში გვიწევს ჩვენ საქართველოში ადამიანებს ცხოვრება. მე ხა ჩავრთავ ვიდეოს ორი ვიდეოს იქნება ერთი წუთი ორი მესამე ებრაელები მართლმადიდებლები გახდებიან იმიტომ რომ მიხვდებიან რომ ნამდვილი მესია ეს არის და არა ანტიქრისტე მაგრამ მანამდე ისინი ებრძვიან ზოგიერთი იდეალები მაგრამ აქაც განსხვავება არის სიონისტური რაღაც დაჯგუფებები ანუ რომლებიც ჯერჯერობით მინდა თუ არ გინდა ან მიწიურ პროცესიდან არაკეთილი ძალის ხარიზე დგას. ქუთაისის წმინდა სამების ტაძრის წინამძღვრის ამ ხადაგებას საქართველოში ისრაელის ელჩის მწვავე რეაქცია მოჰყვა. დიპლომატი ფიქრობს, რომ მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირების მსგავსი ხადაგებები საქართველოს ხელისუფლების რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს. ზუსტად ერთი კვირის წინ გამოხატე ჩემი სურვილი და იმედი, რომ ახალ წელს შევხვედროდით კიდევ უფრო მტკიცე რწმენით, რომ ქართველებსა და ებრაელებს შორის მეგობრობა ისეთივე მტკიცეა, როგორც ყოველთვის, და რომ ანტისემიტიზმს, რასიზმსა და ფანატიზმს ქართულ საზოგადოებაში ადგილი არ აქვს. სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა. იმედს ვიტოვებ, რომ მისი უწმინდესობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე დაგმობს ნებისმიერი სახის ანტისემიტიზმს. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ხელისუფლება მიიღებს ყველა საჭირო ზომას, რათა შეაჩეროს ანტისემიტიზმის აღმოცენება ამ ქვეყანაში. ისრაელის ელჩის მწვავე განცხადებას საგარეო საქმეთა მინისტრის პასუხი მოჰყვა. დავით ზალკალიანმა ტვიტერზე დაწერა, რომ ანტისემიტიზმის თუნდაც უმცირესი გამოვლინება ქართველი და ებრაელი ხალხის მეგობრობას ვერაფერს დააკლებს. ქართველი და ებრაელი ხალხის ისტორია ძმობის, მეგობრობის გვერდში დგომის ისტორიაა. ყველა ქვეყნისა თუ ერისთვის მისაბაძი. ანტისემიტიზმის უმცირესი გამოვლინებაც კი ვერასოდეს იპოვის ადგილს ქართველის გულსა და ცნობიერებაში. ქართველი და ებრაელი ხალხის მომავალი მუდამ იქნება ძმობა და ერთობა. ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტში მიაჩნიათ, რომ დისკრიმინაციული გზავნილების გაჟღერება განსაკუთრებით მძიმე მოსასმენი სასულიერო პირების მხრიდანაა. ჩვენ ნახეთ, რომ გუშინ მხოლოდ წინადადებით შემოიფარგლა საგარეო საქმეთა მინისტრი და მან ისტორიულ მეგობრობაზე ისაუბრა მხოლოდ, ვერც აქ ვერ ვნახეთ ჩვენ აი ამ ფაქტების დაგმობა, მას ორი კვირის წინ უნდა მოეხდინა რეაგირება თავისი ელჩის. აი ახლა ჩვენი ქართველების კომენტარებს უსმინეთ, ვინებიც გამოვლენ და უკვე იმ ხდილის მოწოდებასთან დაკავშირებით უკვე ახლა ნახეთ როგორი ბნელი კომენტარები კეთდება. ძალიან შემაშფოთებულ და სამარცხვინო ქმედებაზე და ვერც ამაზე ვერ ვნახეთ ჩვენ რეაგირება. თეოლოგები საეკლესიო სასამართლოს შექმნას ითხოვენ, რომელმაც მსგავსი სადაო განცხადებები უნდა განიხილოს და რჯულის კანონის დამრღვევი სასულიერო პირები დასაჯოს. საქართველოს ეკლესია არის ერთადერთი საყდარი, რომელსაც არ გააჩნია დიკასტერია, ანუ საეკლესიო სასამართლო და იგი ვერ აწარმოებს ვერავითარ განხილვებსა და დავებს. შესაბამისად ჩვენ რა თქმა უნდა ფორმალურად განვაცხადეთ, რომ წინააღმდეგი ვართ მეუფე იოანეს მღვდელმთავრობისა, მოვითხოვთ მის უმკაცრესი სასჯელით დასჯას, თუმცა ნაკლებად გვაქვს იმის მოლოდინი და არ ვიქნით ილუზიებს გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს საპატრიარქო არასდროს არ რეაგირებს არც ერთ პრობლემებზე. ეს არის აპოკალიფტური ისტერია, რომელიც მრავალი წელიწადია მკვიდრდება ჩვენთან, რომ მეორედ მოსვლა მალე იქნება და ამ მეორედ მოსვლას და ანტიქრისტეს ტახტს და ასე ვთქვათ. კარგად დაიმახსოვრეთ. აი ეს კაცი, რომელიც იძახის, რომ მეორედ მოსვლა ახლოს არ არის და საერთოდ ვაფშე ამ თემაზე ლაპარაკი სისულელიაო, ხო? აი ეს მისი კომენტარებიდან ასე გამოდის, ხო? ნუ კარგით, ეს გასაგებია, ესაც ყოფილი მღვდელი არის და ამ თემაზე თავის კომენტარს აკეთებს. კომფორტულ პირობებს უმზადებენ ებრაელები. აი ეს არის იდეა, რომელიც წამოსული არის, რა თქმა უნდა, რუსეთიდან. ოპოზიცია ფიქრობს, რომ მსგავსი უხერხული სიტუაციის გამო, რომელიც სასულიერო პირების ქადაგებით შეიქმნა, საქართველოს ხელისუფლებას ადეკვატური რეაქცია უნდა ჰქონდეს. მათ შორის უნდა გამოიწვიოს საქართველოს ელჩი ისრაელიდან, რომელმაც სკანდალური ქადაგებებით ცნობილ ქუთათელ გაენათელ ეპისკოპოსს მხარდაჭერა გამოუცხადა.
ეს არის ძალიან აი ამას აქ რა უნდა ვაფშე აი ამ ოპოზიციონერ ფიგურას საერთოდ რა საქმე აქვს ვაფშე სარწმუნოებასთან და რელიგიასთან თუ პოლიტიკოსი ხარ იყავი პოლიტიკოსი და გააკეთე პოლიტიკური განცხადებები რა საერთო გაქვთ საერთოდ პოლიტიკოსებს რწმენასთან და თუ საერთო გაქვთ და თუ მაინდა-მაინც გაკავშირებთ რაღაცა რწმენასთან მაშინ უკაცრავა და თქვენს იმაზე რა ქვია აქციებზე რო გამოდიხართ ხოლმე პლატფორმაზე რატომ არ ქადაგებთ ქრისტეზე იქ არ შეიძლება რომ ქრისტეზე იქადაგოთ თუ ეგრე გული შეგტკივათ ქრისტიანულ ცხოვრებაზე მოდი აბა მოусმინოთ ახლა ამ პოლიტიკოსების იგივე კომენტარებსაც ძიმე განცხადება რომელიც ჩვენ მოვისმინეთ ისრაელის ოლქისგან და უფრო ძიმე განცხადებაა რა თქმა უნდა ის განცხადება რომელიც პირდაპირ არის ანტისემიტიზმის ქადაგება საქართველოში რომელიც რომელსაც საუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებს ჩვენს ძალიან ახლო პარტნიორთან და მეგობართან. ელჩი ჟვანია არ შეიძლება რომ საერთოდ რაიმე თანამდებობაზე იყოს ესეც სამართლო საქციელის შემდეგ და ჩვენ მოვითხოვთ არ ვიცი ვივიღებთ თუ არა შედეგს და კაფიო პოზიციას არა სადრემძელობს არა პოზიციას კაფიოს დაგმობის ამ განცხადებების თელესპრეფს ივანიშვილის გარემოწვის წარმომადგენლებზე. ქუთათელ გაენათელი მიტროპოლიტი, რომელმაც ანტისემიტური ქადაგება თავადაც გაავრცელა, საბოდიშო განცხადებაში ამბობს, რომ დეკანო ზილია კარკაძეს შენიშვნა მიეცა და ის საკუთარ ნათქვამს ნანობს. და ეხლა უყურეთ მე თქვენ მოგასმენინეთ აი ამ ღვთლის რა ვიცი ხა ამბიონიდან ქადაგება რომ ეს ამბობს რომ ესე იგი ანტიქრისტეო რომელსაც მესიას ისინი უწოდებენ ანტიქრისტი არისო ებრაელებიო და 2/3 მიხვდებაო ნუ მოდი ჯერ ახლა ამ ღვთლის იმას ცოტათი იმას აქვთ რა ქვია რომ ჯერ საერთოდ 2/3 ვინ გახდება რა გახდება ჯერ მან თვითონ რა იცის საიდან იცის ეგაც საკვირველი და საკითხავია და თანაც ისიც იმას კი არ ამბობს რომ აი გაქრისტიანდებიან და ქრისტეს ირწმუნებენ მართლმადიდებელი გახდებაო ანუ იესო ქრისტეს გამოიყვანა მართლმადიდებელი ანუ ჩვენ უშუალოდ ქრისტიანობასთან კი არ გვაქვს შეხება ამ დროს გვაქვს იმინა მართლმადიდებლობასთან შეხება თითქოს ზეცაში იქ მართლმადიდებლური ის არის რა ქვია საყარდარი ნუ ეს ცოტა გაუცხოება რა თქმა უნდა ამ თემას ამ მიდგომას უნდა თავისებური მიდგომა რა თქმა უნდა მე მომეწონებოდა ის თემა რომ მაგალითად ბასილ კობახიძე რო გამოვიდა ყოფილი მღვდელი და მას ეთქვა რომ აქ ქრისტიანობა უნდა ეთქვა და არა მართლმადიდებლობაო ასეთი კომენტარი რო ეთქვა კიდე მისაღები იქნებოდა მაგრამ აი ნახეთ თქვენ თვითონ როგორი რა თქმა უნდა საწინააღმდეგო კომენტარები გავაკეთეს ყველა თეოლოგებმაც და პოლიტიკოსებმაც ასევე ხო რომლებსაც აბსოლუტურად დიდი დაკავშირება აქვს და დიდი წინააღმდეგობა აქვს რა ქვია დიდი დაკავშირება აქვს და წინააღმდეგობა აქვს ამასთან დაკავშირებით რომ ესე იგი აი როგორ გაბედა მართლმადიდებლობამ ებრაელებზე ავის თქმა ცუდის თქმა და როგორ მოიხსენია ცუდი ხო ეხლა ეგრე გამოდის ეხლა როცა მართლმადიდებლობაზე ეხლა მართლმადიდებელი გამოდის და ებრაელებიო მართლმადიდებლები გახდებიანო და არა ის კი არა რომ ქრისტიანები გახდნენ ქემაიც თქვი რომ ქრისტიანები გახდნენ ქრისტიანობა მიიღო არა მართლმადიდებელი ანუ მაგისი აზრით მაშინ გამოდის რომ ზეცაშიც მართლმადიდებლობა ნუ ეს მოკლე ჭკუით მათი მოკლე ჭკუით ვამბობ ამას სწორე ხა ზეცაში რა თქმა უნდა არ არის მართლმადიდებლობა და რა თქმა უნდა მარადიული სულის სამყოფელი ეს ქრისტიანობაში არის მხოლოდ ეს ქრისტიანობაშია ეს მათი მოკლე ჭკუით ვამბობ ამას მხოლოდ ამ კომენტარზე ხო და რა თქმა უნდა არც იმ კაცისგან იყოს სწორე გამონათქვამი და არც რა თქმა უნდა კომენტარებში იყოს სწორე შეჯამება. ანუ არც მთავრობისგან იყოს სწორი შეჯამება, არც პოლიტიკოსებისგან, არც იქიდან, არც იქიდან. ანუ ყველგან არის აჯაბსანდალი საერთოდ რა, არეულია.
ამიტომ სიტუაცია არის ძალიან არეული ქაოსით ავსილი, გესმის? იმიტომ არის დღეს ადამიანები რომ ვერ იგებენ რეალობას, ვერ იგებენ სიმართლეს, სად რა ხდება, სად რა არის. და საერთოდ ბასილ კობახიძე ეძახი რა შუაშია კაცო ანტიქრისტე რა შუაშია მეორედ მოსვლა რა დროს ეგ არისო კაიცი მოიცაო რა ეხლა ჩემოკარგებო მე თქვენ მოგასმენინებთ კონკრეტულად თვითონ ებრაელი რაბუნის ასევე ქადაგებას რომელიც აცხადებს რომ მეშიახი ანუ იგივე მესია და იგივე ანტიქრისტე უკვე მოსულია და მათთან არის და მათ უკვე აქვთ მასთან კავშირი. აი ხა თვითონ ებრაელისგან მოგასმენინებთ და აი ამათ უვიცობას და სიბრელეს დაესმევა წერტილი, რომლებიც აი ესე პოლიტიკოსები და უვიცები გამოთქმავენ აი ესე ბნელ უვიც კომენტარებს. და ისინი თუ პირიქით ამაში გათვითცნობიერებულები არის და შეგნებულად აკეთებენ, მაშინ გამოდის რომ ესენი სულყველანი უკვე წინასწარ ანტიქრისტესთან ხელშეკრულები არიან და მათთვის მისაღებია ანტიქრისტეს მოსვლა. აი ხა მე ჩაგითავ და მოგასმენთ თვითონ ებრაელი რაბუნის ქადაგება თუ რადგან ის დაარქვით. Я тебе переведу. Новый мировой порядок ООН между годами 2021 и 2030. Вы не поверите, что вы услышите. Приготовься. Сделай вдох, вдохни. И не отчаивайся. Потому что там есть Бог. Первое. Между этими годами будет одно мировое правительство. Безналичная мировая валюта. Центральный единый мировой банк. Единая мировая армия. Отмена национальных суверенитетов. Отмена национальных суверенитетов. Отмена частной собственности. Упразднение института семьи. Сокращение населения планеты. Контроль над ростом и плотностью населения. Обязательная многоразовая вакцинация. Универсальный базовый доход, что означает жесткую экономию. Имплантация микрочипа для покупки, путешествия, отслеживания и контроля. Внедрение глобальной системы социального кредита, как в Китае. Триллионы приборов будут подключены к системе мониторинга 5G. Правительство возьмет на себя право воспитания детей. Школы, университеты будут государственные. Упразднение частного автотранспорта. Весь бизнес будет принадлежать государству, корпорации. Ხედავთ? გაიგეთ რაშია საქმე? ხო გაიგეთ ახლა რაშია საქმე? აი ეს ებრაელები გამოვიდნენ იმ მღვდლის კომენტარზე და როგორ გაბედაო და როგორ შეურაცხყოფა მოგვაყენა ჩვენო. ანუ ისინი რასაც ამბობენ და ისინი რასაც თავზე ახოვენ თქვენ სოფლიოს ეს თურმე უნდა მიიღოს ყველა და ნახეთ რა გამოაცხადა ამ რაბუნიმ რომ თქვენ სოფლიოში უნდა გაერთიანდეს აბსოლუტურად როგორც ერთი სახელმწიფო უნდა გახდეს თელი დედამიწა
ისევე ერთი ჯარი იქნება, ერთი ფულის ვალუტა იარსებებს და აბსოლუტურად სულ ყველაფერი, შენი ფული, შენი სიმდიდრე, ყველაფერი მიეკუთვნება ანტიქრისტეს. სახელმწიფო ვინ იქნება? სახელმწიფოს სათავეში იდგება ანტიქრისტე. ანუ იმისი იქნება ყველაფერი, ის განკარგავს ყველაფერს. გესმით? რას აკეთებს და თანაც ნახეთ რას ამობს დასაწყისში ეხა ჩაისუნთქეო, ფრთხილად იყავის კავიდან არ გადავარდეო, ხა შენო ძალიან მაგარ რაღაცას გაიგებო. გაიგე? აი ამ კანონებში ეხა რა კანონებსაც მე ეხა თქვენ წაგიკითხავთ, აი ამ კანონებში არიო თვითონ ღმერთიო. გესმით? ანუ აქედან გამომდინარე, ამ კანონებიდან გამომდინარე, ესე იგი, უკვე ის ანტიქრისტე, რომელიც ფიზიკურად მოსულია, ის გასცემს ამ ბრძანებებს. რომ აი ეს კანონები უკვე დაუწერა ებრაელებს და მასონებს, რომ აი ეს კანონები წამოვიდეს დედამიწაზე უკვე. და აი ამ კანონები, როცა უკვე მთლიანად ფესს გაიდგავს ეს კანონები თელ მსოფლიოში, თელ დედამიწაზე, რა თქმა უნდა, ხალხი აი ესე მოყუჩებული ეყოლება აი ამ კანონებით და всё მთელი რაზმი, ჯარი, პოლიცია, მედიცინა, ყველაფერი აბსოლუტურად მის განკარგულებაში იქნება. მოდი, აბა, კაი ბიჭი ხარ და არ დაემორჩილო მერე იმის ბრძანებას და აბა, მოდი, კაი ბიჭი ხარ და ქუჩაში გამოდი და გავაპროტესტე, გინდა ჯოხებით და გინდა რაღაცეებით და გინდა ქვების სროლით და იმეებით. აი, ნახავ მერე რას გიზავს და რა დაგემართება. ხო და მერე ალბათ რა ვქია, ძალიან ცუდი ამბები დატრიალდება, რა თქმა უნდა. ხო და მე ახლა რა თქმა უნდა იმ ღვთლის იმას ვიტყოდი რომ რაღაც ნაწილობრივ სიმართლის მარცვალი იყო რა თქმა უნდა იქ ის რომ რა ქვია ყველა არცნობს რა თქმა უნდა მათ წესრიგს მათ რეჟიმს რა თქმა უნდა ერთი მხრივ ამასე ვეთანხმებით როგორც მე ავრცნობ და მე არ ვაღიარებ იმ ებრაელების რეჟიმს ისე რა თქმა უნდა ძალიან ბევრი იქნებიან ვინც ასევე არ ცნობენ და არ მიიღებენ მაგრამ ის აღარ უნდა ეთქვა რომ აი მართლმადიდებლობისკენ მოექცევა მართლმადიდებლობისკენ ქრისტიანობისკენ ქრისტე უნდა მიიღონ გაიგეთ კი, რა თქმა უნდა, იქნება იმ ებრაელებში ბევრი ისეთი ადამიანები, ვინც ქრისტეს ირწმუნებს და ქრისტესკენ შემოტრიალდება, იმიტომ ბევრი ებრაელი მიხვდება, გესმით? რომ აქ უკვე არანაირი ეს მეშიახი და არანაირი მესია ეს არ არის, ეს არის ანტიქრისტე ჩაულებრივი და უარყოფენ. კი, ეს მოხდება, მაგრამ ის ებრაელები ქრისტეს ირწმუნებენ, ქრისტესკენ შემოტრიალდებიან. აი ეს საქმე რაშია. მაგრამ აი ეს ჩვენი ქართველი თეოლოგები ჩვენი ქართველი პოლიტიკოსები და ეგრეთ წოდებული განკვეთილი ღვთლები და ისინი ეს არის სადეპოტინებიან ვაფშე. ან პოლიტიკოს ვაფშე რა უნდა საერთოდ თუ ასე ძალიან გული შესტყივა ქრისტიანობაზე და ქრისტიანობის რაღაც ვითომ ლაქა ვითომ არსებსო ვაფშე რა უნდა სადყოფს ვაფშე ამ პოლიტიკოს ვაფშე ხელებს ვაფშე ჰა როდესმე რა ქვია აქციაზე პარლამენტის წინ იესო ქრისტეზე უთქვია ორი სიტყვა მაინც უქადაგებია რომ ხალხო ჩვენ ქრისტე გვჭირდებაო რომ ქრისტესკენ მოვექცე და მოვინანო ჩვენ წოდებიო პოლიტიკოსებს ვაფშე რა გინდათ საერთოდ ვაფშე ვერ გავიგე ჰა თუ გინდათ ქრისტე ირწმუნეთ ქრისტე არავინ არ დაგიშალათ რომ ირწმუნეთ ქრისტე და პოლიტიკოსებმაც ასევე თქვენს აქციაზე ქრისტე იქადაგოთ ეგ რა სირცხვილი კი არ არის და დანაშაული კი არ არის პირიქით ხალხს უფრო შეუყვარდებით და ხალხს უფრო მოეწონებით ამას თუ გააკეთეთ მაგრამ თქვენ ამას არ აკეთებთ თქვენ გამოდიხართ მარტყურად აქციებზე რაღაც მარაზმული რა ქვია მოწოდებები გაქვთ მარაზმული მიტინგებს ატარებთ მარტო ზიზღს აფრქვევთ მარტო ზიზღის ფრქვევა შეგიძლიათ თქვენ პოლიტიკოსებს მეტი არაფერი ყველა პოლიტიკოს ვეხები ამას როგორც რა ქვია ოპოზიციას ისე პოზიციას იმიტომ ყველა ერთმანეთს ტალახს ესვრის გესმით ყველა ერთმანეთს ტალახს ესვრით არც ერთი არ ახართ შემწყნარებელი არც ერთი არ ახართ მიმტევებელი არც ერთი არ ახართ მობიერი სიყვარული რომ გამოდიოდეს იმიტომ თქვენთან არ არის ქრისტე არ არის თქვენთან ღმერთი გაიგეთ აიმიტომა რომ ხალხის უმრავლესობა თქვენთვის თავს აღარ იტკიებს ვინც იტკიებს ისინიც არიან თქვენი შნირები თქვენი მონები გესმით ან ფულით მოსყიდულები ასე რომ ვთქვათ აი ისინი იტკიებენ მარტო თავს თორე ჭკუა თუ ყოფილი ადამიანი თქვენ გვერდში არ დაგიდგებათ მე რო თავის დროზე გამოდიოდი პარლამენტთან და თქვენ გვერდში გეტეკით ოპოზიციას ხო მე
ისე კი არ გამოვედი თქვენთან, ჩავიცვი მაისური, რომელზეც აი აქ დიდი ასოებით ეწერა იესო, რომ თქვენ მიმხვდარიყავით, რომ ჩვენ იესო ქრისტე გვჭირდება და მარტო ის გადაგვარჩეს. მაგრამ ისეთი ბეცები ხართ, ისეთი დაუნიზმები ხართ, დაუნიზმით ხართ შეპყრობილები, ხო? რომ თვალები ამითაც არ აგიხილათ. რომ თქვენ მიხვდარიყავით, რომ რა დროს მიტინგებზე ქართულ ოცნებას დაპირისპირება ხალხო, მოდი იესო ქრისტესკენ მოუწოდოთ ხალხი. და თურმე ეს ყველაფერი გვერდზე გადავდოთ და რა ქვია, მეორედ მოსვლაც დღეს არაფერ შუაში არ არის თურმე. ანუ დღეს დედამიწაზე რეებით ხდება, ყოველდღე კატაკლიზმებია, ბუნება, ნახეთ რა დღეშია, ბუნება როგორ მძვინვარებს დედამიწაზე, ხალხი აირია, დაირია მონასტერი ყველგან, წამოვიდა საშნელი, რა ქვია, ხალხის ადამიანების მიმართ ქაოსი, არაულობა, წამოვიდა ეპიდემია, წამოვიდა მეტეორები, წუილებით, რა ქვია, მილიმეტრებში, რამდენჯერ უკვე აქვს და უკვე მილიმეტრებში აქვია მეტეორი და კიდევ თურმე არაფერი არ ხდება თურმე. არა, ეს მეორედ მოსვლა არ არის. აბა რა არის მეორედ მოსვლა? მეორედ მოსვლა იუწყება ნიშნები, ეს ნიშნები, იცით რა არის, რატომ არის ეს ნიშნები? რომ ხალხმა მოინანიოს. თორე მეორედ მოსვლა, როცა მოხდება, ანუ მეორედ მოსვლა არის, ეს არის იესო ქრისტეს მეორედ მოსვლა, ხო? ერთხელ უკვე იყო იესო, ეხლა მეორედ მოდის. მეორედ როცა მოხდება, აქ კი არ მოვა და კი არ დაგიჯდებათ აქ. იესო ქრისტეს წერია, რომ აქ უნდა მოვიდეს და დაგიჯდეთ. მეორედ როცა მოვა, ის თავის მცხრებს, თავის შვილებს თან წაიყვანს თავისთან, ზეცაში. სადაც ეხლა თვითონ არის, სადაც ეხლა წმინდანები არიან და სადაც ეხლა ანგელოზები არიან, აი იქ წაიყვანს. და აი აქაურ ჭირსა და ხორველას არიდებს. რასაც უკვე ანტიქრისტეს სრული გამეფება დაერქმევა მერე უკვე აბსოლუტურად. ხო და აი რო არიდებს აქაურობას, ხო მერე იქ ანტიქრისტეს იქნება თავისი სროკი, თავისი ვადა. სულ არის მისი სამეფო 7 წლიანი. ერთი არის დაფარული, მეორე არის ღია უკვე. და ეს 7 წელი რო ამოეწურება, იესო ქრისტე მესამე დაბრუნდება აქ დედამიწაზე. რასაც უკვე 1000 წლიანი მეფობა მოყვება აქ დედამიწაზე. 1000 წლიანი მეფობა. და 1000 წლიანი მეფობა როცა მოყვება აქ, რა თქმა უნდა, იესო თავისი წმინდებთან, თავისი იმ ხალხთან ერთად, ვისაც წაიყვანს აქედან, ისევ აქ დაბრუნდება. და ანტიქრისტეს მასონები იქნება, სატანისტები იქნება თუ დაჭიპული ხალხი, ყველას მოაშორებს, გაწმინდავს აქაურობიდან. ჯოჯოხეთში ესე ცოცხით ესე გადაყრის, ესე აქანდაზე შეყრის ყველა ამ, რა ქვია, უარგისებს, აი ამ ცოდვილებს, დაჭიპულებს ანტიქრისტიანად. შეყრის, რა ქვია, აქანდაზე და გადაყრის, რა ქვია, ჯოჯოხეთში სულ ყველას. და შემოვლენ აქ მარტო ღვთის ერი ჩამოვა აქ. და რა თქმა უნდა, თითოეულა აქ დახვდებიან გადარჩენილებით, რომ ვაივაგლახით ისიც, ვაივაგლახით გადარჩენილები იქნებიან ადამიანები, რომლებიც არ მიიღებენ ქრისტეს, ეს ანტიქრისტეს, რა ქვია, ჩიპს და ვაივაგლახით მოუწევთ ამ ყველაფრის ატანა და გადატანა. ეს მინდოდა მეთქვა, ჩემო ძვირფასებო, რამხელა უვიცობაში, სიბნელეში გვიწევს ცხოვრება, რა თქმა უნდა, როგორც რელიგია დამახინჯებულ ფორმაში ხალხს რაღაცას მოძღვრავს, ისევე პოლიტიკოსები, ისევე თეოლოგები, ისევე მთავრობა, ისევე სულ ყველა აბსოლუტურად სიმახინჯეს სტენის პრესავს ადამიანების ტვინებს და ადამიანებმა ვეღარ გაიგეს, უკვე საით გაიხედო, ვის ენდონ, ვის დაუჯერონ მღვდელს, პოლიტიკოს, თეოლოგს, მთავრობას თუ ვის დაუჯეროთ და მე გეტყვით, გადაშალეთ ბიბლია, წაიკითხეთ და იქ გაიგებთ ღმერთს, თუ ვინ არის ღმერთი, ბიბლიიდან გაიცნობთ ღმერთს, ბიბლიას დაუჯერეთ, ჩემო ძვირფასებო, თქვენ თვითონ დაიწყეთ კითხვა სახარების, ახალი აღთქმის, დაუჯერეთ აი იქ დაწერილ სიტყვებს, რაც იქ წერია. ერთხელ ჩემთან მეზობელი ქალი ამოვიდა, რომელიც იყო მართლმადიდებელი. ის ქალი დღეს აღარ არის ცოცხალი და როცა მე მას უხსნიდი ხოლმე, რომ ეკლესია ეს არის ქრისტიანები, ეკლესია ნიშნავს ქრისტიანებს. მან მე ეს არ დამიჯერა და როცა ურჩიე რომ სახარება წაეკითხა, მას ჰქონდა თავისი ახალი აღთქმა სახში და როცა დაიწყო კითხვა, ერთ დღეს ამოვიდა თვითონ და მეუბნება, მამუკა, შენ მართალი იყავი, რასაც მეუბნევოდი. ეკლესია მართლა ქრისტიანები
ყოფილანო. ასე წერიაო ახალ აღთქმაშიო. გესმით? ამიტომ გეუბნებით ხა მე ნუ კი დამიჯერებთ მეთქი. თორე მე კი გეტყვით, მაგრამ მე იმასაც გეტყვით, რასაც მე გეუბნებით, შეამოწმეთ ჩემი სიტყვები ახალი აღთქმიდან, სახარებიდან შეამოწმეთ. ამიტომ გეუბნებით, დაიწყეთ კითხვა, სახარება დაიწყეთ, რომ იკითხოთ და თქვენ თვითონ მიხვდებით რეალობას და ჭეშმარიტებას რა არის და იმასაც მიხვდებით ანტიქრისტეს მოსვლა ეხლა მოდის თუ არ მოდის, ახლოს არის თუ არ ახლოს არის, იმიტომ ნიშნები იქ წერია. ნიშნები, აი რა ნიშნებიც უნდა მოხდეს დედამიწაზე, როცა ანტიქრისტე და ასევე იესო ქრისტეც. იმიტომ ერთად მოხდება მოსვლა, იესო ქრისტეს მოსვლაც და ანტიქრისტეს მოსვლაც ერთად მოხდება, გესმით? გესმით? ხო და ამიტომ ეს ნიშნები წერია, რა დროსაც უნდა მოხდეს ეს ყველაფერი. ნიშნებით მიხვდებით, რომ უკვე ეს აი ამ დროში ვცხოვრობთ უკვე ჩვენ. აი ამ ეპოქაში ვცხოვრობთ ჩვენ. ხო და ეს ყველაფერი იქიდან არის განკარგული და ისა აქედან ეს ყველაფერი იმიტომ არის ეს თქვენთვის, რომ აგიხილოთ თვალები და რეალურად ღმერთთან თქვენ თვითონვე ჩემო ძვირფასებო, რომ დაამყაროთ ურთიერთობა თქვენ თვითონ ღმერთთან, ილოცეთ, ესაუბრეთ ღმერთს, ჩემო ძვირფასებო. ყველაფერში, რაც არ უნდა იყოს თქვენ ცხოვრებაში პრობლემა, მიანდეთ ღმერთს. ღმერთს მიანდეთ, ღმერთი იქ სადაც ხართ, იქ მოგაგებთ პასუხს, თქვენს ოთახში, თქვენს ქუჩაში იქნებით, თუ სამსახურში იქნებით, მანქანაში იქნებით, თუ ტრანსპორტში იქნებით, თუ სადაც არ უნდა იყოთ, ღმერთი იქ მოგაგებთ პასუხს, იქ მიიღებთ ღმერთისგან პასუხს. უყვარხართ ღმერთს, რა თქმა უნდა, ბოლო წუთამდე, ბოლო წვეთამდე არის ხსნა და გადარჩენა. ჯერ კიდევ, ანუ სანამ არ დაირეკება ზარი, სანამ საყვირი არ დაჰყვირებს მთავარ ანგელოზისას ზეცაში, მანამდე ხსნა და გადარჩენა ჯერ კიდევ არის ადამიანების დედამიწაზე. ამიტომ ხელს ნუ ჩაიქნებთ ამაზე, რომ ჩემ ცხოვრებაში ყველაფერი დამთავრდა. აი მე ასეთი ვარ, მე ისეთი ვარ, მე ლოთი ვარ, მე ნარკომანი ვარ, მე ქურდი ვარ, მე მეძავი ვარ, რა ქვია, მე ისეთი ვარ, მე ასეთი ვარ. ღმერთი გელოდებათ. ყველას გელოდებათ, სანამ ჯერ კიდევ არის დრო. ასე რომ მოინანიეთ თქვენი ცოდვები და მიდით უფალთან, იესო ქრისტესთან, რწმენით, მიეახლეთ მას. დახუჭეთ თვალები სადაც ხართ და დაიწყეთ იქვე ლოცვა. გულში დაიწყეთ, თუ ხმამაღლა არ არის, გულში მაინც დაიწყეთ ლოცვა, რომ მოუხმეთ იესო ქრისტეს წმინდა სულს, სული წმინდას, რომ შემოვიდეს თქვენში და შეგცვალოთ. სთხოვეთ პატიება ყველა თქვენს ცოდვაზე. ამინ. დიდება კონდეს იესო ქრისტეს, ნუ გეშინიათ, ნუ უგდებთ ყურს, ნურც მღვდლებს ამბიონებიდან, რას ჟუტურებენ, ნურც პოლიტიკოსებს, ნურც თეოლოგებს, ნურც მთავრობას, ნუ უგდებთ ყურს. ყველა დემაგოგია, ყველა დეზინფორმატორია დღეს, ვინც ესენი გამოდიან და ასე აჟღერებენ ინფორმაციებს, დაუგდეთ ბიბლიას ყური. დაუგდეთ იქ რას გელაპარაკებათ წმინდა წერილები, იმიტომ იქ დაწერილი წმინდა წერილები არის ღვთის სიტყვები, და ღმერთმა ჩადო იმ ადამიანებში თავისი სიტყვა და ის სიტყვა დაიწერა იმ წიგში, რაც დღეს ჩვენთვის აიკინძა, რომელსაც ქვია ბიბლია, ამიტომ დაუგდეთ აი ამ წიგს ყური, გესმით? აბა გაკურთხოთ უფლმა წარმატებას გისურვებთ, ხსნას და გადარჩენას გისურვებთ იესო ქრისტეში. და გადარჩენილები ყველანი ვინც ვართ, შევხვდებით სამოთხეში იესო ქრისტესთან. ამინ. დიდება იესოს.